ვაგინის კედლების ჩამოშლა მშობიარობის შემდეგ. რა უნდა გავაკეთოთ? მშობიარობა მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი პროცესია, ზოგჯერ მაინც რთულად მიმდინარეობს. მაგალითად, შეიძლება წარმოიშვას კუნთებისა და იოგების ტრავმები, ან ისინი დასუსტდეს და გაიწელოს. რა სახის ჩივილები შეიძლება გაწუხებდეთ ასეთ შემთხვევაში? ვაგინაში უცხო სხეულის შეგრძნება, ხშირი შალვა, შალდის შეკავების სირთულეები ან პირიქით, შალდის შეკავება, შალდის ბუშტის არასრული დაცვის შეგრძნება, დეფეკაციის პრობლემები, სიმძიმისა და წნევის შეგრძნება მენჯის არეში, დისკომფორტი და ტკივილის სქესობრივი აქტის დროს, გრძნობელობის დაქვეითება ინკიმური სიახლოვისას. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ თუ მენჯის ორგანოების ჩამოშლა მოხდა? მშობიარობიდან 1.5 თვის შემდეგ აუცილებელია გინეკოლოგთან მისვლა გასინჯვაზე. სტანდარტული გინეკოლოგიური გასინჯვის გარდა ექიმი ატარებს დიაგნოსტიკას და განსაზღვრავს ჩამოშლის არსებობასა და ხარისხს. კარგად ეხმარება აღდგენაში კეგელის ვარჯიშები, რომელთა სწავლებაც ექიმს შეუძლია პირდაპირ გასინჯვისას სავარძელზე. ასევე კარგად ეხმარება რეაბილიტაცია ქოური, ლაზერის კურსით, ელექტრო. მენჯის ფსკერის კუნთების სტიმულაცია. ამ ყველაფერს ექიმი ნიშნავს გასინჯვისას. თუ ჩამოშლა უკვე კრიტიკულია, რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა ან დროებით პესარის დარება. პესარი არის სპეციალური რგოლი ან კუბი, რომელიც შეჰყავთ საშოში და ამაგრებს კედლებსა და საშვილოსნოს სრული ჩამოვარდნისგან. ქირურგიული მკურნალობა, როგორც წესი, ტარდება იმ ქალებისთვის, რომლებიც მომავალში ორსულობას აღარ გეგმავენ, რადგან შემდეგი მშობიარობისას ოპერაციის ეფექტი შეიძლება გაუქმდეს. შესაძლებელია თუ არა დამოუკიდებლად აღდგენა მშობიარობის შემდეგ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ნაწლავების მუშაობას, არ დაუშვათ შეკრულობა, თავიდან აიცილოთ მძიმე საგნების აწევა, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ პირველ თვეებში, შეინარჩუნოთ წონა, რადგან ზედმეტი წონა ზრდის წნევას მენჯის ორგანოებზე. შეიძლება თუ არა კეგელის ვარჯიშების ნახვა ინტერნეტში და მათი შესრულება გინეკოლოგის რეკომენდაციის გარეშე. მე ამას არ გირჩევთ, რადგან გინეკოლოგი გასწავლით და შეგირჩეთ სწორ ვარჯიშებს მშობიარობის შემდეგ კუნთების აღსადგენად და დააკვირდება გაუმჯობესების დინამიკას. მაგრამ არ გამოტოვოთ გეგმიური ვიზიტი გინეკოლოგთან მშობიარობის შემდეგ. არ მოგერიდოთ შესაძლო პრობლემების განხილვა. დროულად და სწორად დაწყებული აღდგენა მშობიარობის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ოპერაციის გარეშე სრულდება.